რუსთავის მერია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილ პროექტს ჭალის ტყეების აღდგენა განაშენიანებას იწყებს. უკვე შეძენილია 10,000 ძირი ენდემური ხემცენარე და პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის სპეციალური ტრენინგები ტარდება. ტრენინგის პროცესში მოხალისეებმა 300 ძირი ხემცენარე პროფესიონალ ფლორისტებთან ერთად დარგეს და სერტიფიკატები მიიღეს. რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ ერთობლივად შეიმუშავა. პროექტი რუსთავის მთავარი ეკოლოგიური რესურსის აღდგენას ისახავს მიზნად და გარემოს დაცვითი ფონდიდან ფინანსდება. ამ მნიშვნელოვანი პროექტით რუსთავში ვაგრძელებთ ჭალის ტყის ისტორიას, აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დღეს ახალგაზრდებთან ერთად დავიწყეთ. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი გუნდის მხრიდან სამინისტროსთან ერთად მუშავდებოდა იმ მთავარი დოკუმენტით, რომელიც ჭალის ტყის აღდგენას ეხება. დღეს საინფორმაციო შეხვედრა გქონდა, სადაც ახალგაზრდებმა პრაქტიკაში ნახეს, როგორ უნდა გავაგრძელოთ ჭალის ტყის აღდგენა იმ ნერგებით, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს და ძალიან მალე სისტემურად დავიწყებთ ჭალის ტყის აღდგენის პროცესს. მსგავსი პროექტები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის არის მნიშვნელოვანი და მომავალშიც გააგრძელებს, იმიტომ რომ ეს არის მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.